სამასი შაოსანი. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მამის სიკვდილმა გამოაჩინა მოკიშპე დიდგვაროვანთა ახალი ვერაგობანი. თავიდან თქვეს, დაუშვებელია მეფეთ კურთხევა ქალისაო. მერე მოიტანეს ანდერძი მეფე დავითისა, მეფე გიორგიმ ტახტი მიიტაცა. ტახტის მემკვიდრე, დემეტრე უფლისწული, მკვდარია. მეფე გიორგის შვილი ტახტის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლებაო. თამარი თანამოსაყდრია, მეფედ არავის უკურთხებიაო. სხვანი ამბობდნენ, ვის გაუგია ყმაწვილი ქალის მეფედ კურთხევა. ჯერ ქმარი შეირთოს, მერე ისურვოს კურთხევაო. ვიცოდი მეფე გიორგიმ დასაჯა მე ამბოხენი. ვიცოდი, მათი ხელი ერია. ვიცოდი ისევ დაიწყებდნენ ამბოხსა. ვიცოდი უმეფო ქვეყანას ადვილად მოერეოდნენ. ვიცოდი ეძებდნენ მიზეზსა. ცდილობდნენ დროის მოგებასა. ვიცოდი ფარული სამზადისი ამბოხისა. ვიხმე მეფე გიორგის ერთგული თავადები. მამა სარგის მხარგრძელი, მისივე ძენი. რათის სურამელი. ლიპარიტმა მოიმიზეზა შეუძლოდ ვარო. ქაიხოსრო ციხის ჯვარელი, კახაბერ-კახაბერისძე, ვარამ გაგელი. კიდევ სხვა ერთგულნი მეფე გიორგისა. ვიხმე ნიკოლოზ გულაბერისძე. ანტონ საღირისძემ შემოთავალა ეკლესია ქალის მეფედ კურთხევას ვერ დაუშვებსო. ვიცოდი ამბოხის დროს ეპისკოპოსი მიემხრო ორბელსა. მეფე გიორგიმ შეძლო ნიკოლოზ გულაბერისძე ჩამოაცილა ეკლესიასა. მერე ეკლესიამ ანტონ საღირისძე განაწესა ეპისკოპოსად. მინდოდა ძველი ეპისკოპოსის ხელით გამეწვია უღირსი მსახურნი უფლის სახლისა. ვიცოდი ბევრი ბიწი ეფარებოდა ეკლესიის სახელსა. უღირს მამათა ხელი ერია შფოცა. იმავე უღირსთა ხელით მოინდომეს ჩაშლა კურთხევისა. ვიცოდი მათივე ფარული ზრახვანი. ნიკოლოზ გულაბერისძე მოვიწვია წმინდა მიწიდან. მინდოდა მასვე გაეწმინდა ეკლესია ბიცისგან. დაემცრო გავლენა უღირსი მამებისა. მამა ნიკოლოზმა დაარწმუნა ეპისკოპოსი, მეფის კურთხევა ვერ მოიცდისო. სარგისმა დაარწმუნა მეფე დავითის ნათესავი, ბოცო, ძველი მამული დაგიბრუნდებაო. რატის სურამელმა სხვა მამულების მიღების პირობა მიიღო მეფისგან. გუზანმა უარი განაცხადა. დასავლეთი მიემხრო ლიპარიტსა. მამა ყუბასარმა მეჭურჭლეთ უხუცესის სახელო მოითხოვა თავისივე ძისთვის. ივანი აბუსერის ძის ძემ, გრიგოლ ვარდან მოითხოვა მამის ნაქონი მამულების დაბრუნება. მანვე მოითხოვა აღდგენა დაქცეული ციხისა. მეფე გიორგიმ ივანი აბუსერის ძის მამულები უწყალობა ლიპარიტსა. მანვე მიიმხრო დასავლეთი საქართველოს თავადები. შევუთვალე გრიგოლსას სანაცვლოდ მოგცემ მეფის მამულებს მესხეთსა. გრიგოლმა იუკადრისა, მამის მამულები დარჩება ჩემივე მამის მოშურნესა. მირჩევნია ვიცოდე, მამის მამულები წაიღო, ვიდრე შევურიგდე მტერსაო. მერე იცროა გრიგოლმა. თქვა, უარი მითხრა მეფემა, თურმე ჩემივე ძმისთვის შეუნახიაო. მეგონა შოთამ ვერ დაიცვა პირობა. მისთვის მამულის შენახვას ვერ გავივლებდი გულსა. თურმე მერე უთქვია გრიგოლსა, მამის მემკვიდრე მე ვარ, სამკვიდრო მამულები შენ გიწყალობა მეფე თამარმაო. შოთამ მთხოვა, ერთგულების სანაცვლოდ ლორე მიეცი ვარდანსაო. მართლა ვუწყალობე უმადური გაგელის მამული ვარდანსა, შოთას ძმასა. ვიცოდი უმადური იყო, მისტიროდა მამისავე ნაქონ მამულსა. გავაფრთხილე შოთა, შენივე ძმა უმტრობს ლაშასა, უმადური ყოფილა. ეცადე მოარიდო შენივე ძესა თქო. შურდა თავისივე ძმისა. მინდოდა უკანვე წამეღო მამული ვარდანისა. შოთამ მთხოვა, მირჩევნია შორს იყოსო. სხვა ვერაგობას მოიფიქრებსო. მისივე ხათრით მივეცი მამული დაბლახევსა. მეორე ძმასა, აბუსერსა. აღვადგინე ციხე აგარისა, პატრონად აბუსერი დავადგინე. ციხე არსიანისა ვუწყალობე შოთასა, ვითა მემკვიდრის მამასა. მამის სიკვდილიდან მეორე თვესა მაკურთხეს ვითა მეფე ქართველთა. დავითსავი პირობა მეფისა. ყუთლუ არსლანი, ძე დიდი ყუბასარისა, ყუბასარი, დავადგინე ვითა მეჭურჭლეთ უხუცესი მეფისა. სძლია მადამ უმადურსა. მალევე გავიგე ამბავი ახალი ამბოხისა. თურმე მეჭურჭლეთ უხუცესმა მოინდომა შექმნა დიდი დარბაზისა. მეფე გიორგის დროს დარბაზი იყო ვითა მეფის ვეზირთა კრება. მეფე ისმენდა კრების რჩევასა. მერე თვითონვე იღებდა გადაწყვეტილებასა. დიდი დარბაზი, იგივე კარავი რჩეულთა კრება იქნებოდა. მეფე აღასრულებდა კარავის ნებასა. მოთხოვნა მეფობის გაუქმებას ნიშნავდა. ყუთლუ ასლანმა მოახერხა მხედრობის ნაწილისა და მეფის მოძულე თავადთა მიმხრობა. მათმა ამბოხმა სამეფო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. შემეძლო მეამბოხეთა დასჯა. ბევრად მეტი მყავდა ერთგული მხედრობა.
ბევრად მეტი ერთგული თავადი მიჭერდა მხარსა, ვიდრე მიემხრო მე ამბოხეთა. ვიცოდი, დასჯა დაასუსტებდა ჩემივე სამეფოსა. დასჯა გაამრავლებდა მეფის შინაურ მტერსა. ვიცოდი, ამას ელოდა გარე მტერი სამეფოსა. მეფის მოძულენი გაურიგდებოდნენ მტერსა. დიდი განსაცდელი დაუდგებოდა ჩემივე სამეფოსა. ვიხმე მეფის ერთგულთა დარბაზი. მინდოდა მომესმინა რჩევა დარბაზისა. მირჩია კახაბერ ისცემ, ქართველთა მეფე ქალია. ვითა ქალმა ხერხი იხმაროსო. მეფის მოძულენი არ ისურვებენ ერთგული თავადების მისვლასა, დობა არ ექნებათო. ხედრობით მისვლასა ბრძოლა მოჰყვებაო. ვურჩევ მეფესა, შაოსანმა დედებმა იკისრონ მეფის ელჩობაო. მეფე მიხმოს შაოსანი ქალები მომხრეთა და მოძელეთა სახლიდანო. დედებმა ითავონ მე ამბოხეთა შემორიგებაო. თავს ივანე ორბელის ქვრივი ვანენი დაუყენოსო. მისი ამბავი ვიცითო. იცის ფასი დიდი გლოვისა. ამბოხმა წაართვა ქმარი, შვილის სიძე, ქალი მონასტერს წავიდაო. რათი სურამელის დედა, კატაი, ძაძები არ გაუხდიაო. ვოცოს ნათესავია. ხუბასარი ორბელთა სიძეაო. სხვა შაოსანი დედები და ცოლები მივიდნენ. იმათ უკეთ იციან ფასი ამბოხისა. უთხრან, ნუ დააქვრივებთ თქვენვე დედებსა და ცოლებსა. მეფე ბევრად ძლიერია. არ სურს ჩვენივე ხვედრი ერგოთ თქვენივე დედებსა და ცოლებსა. ვითა მკვდარნი იარონო. მეფეს ურჩევნია თქვენი ძალამტერთა წინაშე ბრძოლას მოხმარდესო. მეფის სახელით მიუტანონ პირობა, არავინ დაისჯებაო. მეფე ქალია. ბევრად კარგად ესმის შაოსანი ქალებისაო. შაოსანმა ქალებმა მოიხმონ მე ამბოხეთა დედები. მათივე ცოლები იახლონო. ხმალზე მეტი ძალა აქვს მგლოვიარე ძაძასო. ვუბრძანე მოეძებნათ მოთავეთა ქალები. 300 შაოსანი მივიდა ისანსა. მათმა ხილვამ გატეხა მე ამბოხენი. შაოსანმა ქალებმა იხსნეს სამეფო. დავიცავი პირობა მეფისა, შემოვირიგე მე ამბოხენი. არავინ დასჯილა. მერე ყუბასარმა თვითონვე დათმო სახელო მეჭურჭლეთო ხუცესისა. ხუაშაი ცოქალი ვანენი მულად მერგებოდა. ბოლომდე მადლიერი ვიყავი მისი. გატეხა გლოვა მუდრეკი ქალი. ნანობდა, ვერ დავიცავი, ვერ გადავარჩინე ოჯახი დაქცევასო. თურმე მისულა უთქვია, შაოსანი ქალები მოვედითო. მიმართა ყუთლუ არსლანსა, იცი შენუ ვიყავი ცოლი ამირს პასალარისა. ჩემივე ქალი ცოლი ტახტის მემკვიდრისა, ძე მემკვიდრე დიდი თავადისა, ივანე პატრონი დიდი ქონებისა, ფლობელი ბევრი ციხისა. დიდება შეიწირა ჩემივე ამპარტავნებამო. დაიქცა ორბელთა დიდებული სახლი. წაიღო სახლი ბაგრატოვანთა მოდგმისა. სიცოცხლე ჩემივე ძისა. მერე შეეწირა სიცოცხლე ჩემივე მამისა. ქართველთა ძლევა მოსილსარდალსა დარჩა სახელი ვითა მე ამბოხე ამირს პასალარისა. მატარებელი დიდი ცოდვისა. ვიცოდი მზადება ამბოხისა. მივენდე ჩემივე ამპარტავნობასა. არაფერი მითქვია. მამა გავხადე მონაწილე ამბოხისა. მეგონა ვეძიებდი დიდებასა. მოვიმკე ძაძა შაოსანი ქალისა. ციხეთა დიდთა მამულთა პატრონსა დამრჩა სამარე ქმარისა, შვილებისა მამისა. დამცრობა მამის მოდგმისა. მოვსულვართ 300 შაოსანი ქალი. მივატოვეთ საზრუნავი, მოვლა ჩვენივე ქმართა და მამათა სამარხებისა. ჩვენი სიცოცხლე დასრულებულა. დარჩა მისია ქალის აჭრდილისა. ჩემივე ამპარტავნებით წავართი სიცოცხლე ჩემივე შვილსა. უფლის წულსა. შევწირე ბედნიერება ჩემივე ქალისა. მენატრება ვერ გამიბედნია მისვლა ჭულესა. შვილი, მონაზონი ცვათი, მოსიყვარულე ცოლი დასჯილი უფლის წულისა. მისივე დედამ წავართვი სიცოცხლე ჩემივე შვილსა. ქალი ვერ ეღირსება დედობასა. ვითა ქარის მოტანილსა ვისმენ ამბავსა. მოვიდა ხმა ახალი ამბოხისა. მძულს დიდება, ვითა ფასი ჩემივე მოძმათა სისხლისა. მერჩივნა ამევო ხმალი ქალსა, გავსწორებოდი მე ამბოხეთა, ვიდრე მეტაჭრებინა ცოდვა ჩემივე ხალხისა. მირჩევნია შევირტყა მახვილი. შაოსანი ქალისა. თვითონვე გაგისწორდეთ. ვიდრე ვიხილო შედეგი თქვენივე ამპარტავნებისა. ნაყოფი მოძმეთა უგნურებისა. 300 შაოსანი მოვიდა შავი მანდილითა. ვერ დავიცავით ჩვენივე მე ამბოხენი. გვინდა დავიცვათ ცოცხალი ქმრები ჩვენი ქალებისა. მეფე ქალია იგლოს მამასა. იცის ფასი კაცისა. იცავს ღირსებას მისივე ქვეშევრდომისა. თურმე ბრძანა სამზადისი ჩვენივე მტერმა. იმედი მისცემია ქართველთა მორევას შევძლებო. ბევრი ქალი დაქვრივდება. ბალღი დაობლდება, დაკარგავს მშობელსა. მიზეზი შენივე ამპარტავნება იქნება. მოდგმას დარჩება შენივე სახელი ვითა მოღალატე, უმადური კაცისა. ვერცა შენივე ამპარტავნობა მოიმკის საწადილსა. კატაი ჩემი ნათესავია. მივალთ ჩვენივე ქმრებისა, ჩვენივე დაკარგული შვილების სამარხსა. ჩვენი შეყრა ზარია, განშორება ზახილია დედისა.
უფალმა ქართველთა მეფედ ქალი დაადგინა. ჩვენ ვერ შევძელით გადარჩენა ჩვენივე მოდგმისა. მეფე ბრძენი ქალია, იცის ფასი შფოთისა. მოვედით, ვითა სამასი მხედარი მეფე ქალისა. ჩვენი ძალა ჩვენივე ძაძა, ჩვენივე განსაცდელი. ჩვენივე შიში დაძლეულია. მაღლა უფალია ჩვენი შიში. მისია ჩვენივე მოძმეთა გადარჩენა. ამ პარტავნებით ალესილ მახვილთა ჩაგება. ჩვენივე მოძმეთა შერიგებაა. სისხლის სუნი ტრიალებს ჩვენივე მიწასა. აირევა ნადირთა ხროვა მოაწყდება სამეფოსა და აცხრება ჩვენივე მოძმეთა ლეშსა. მოგიწევთ მოკდინება შაოსანი ქალებისა. გირჩევთ და აცხროთ ვნებანი თქვენივე ამ პარტავნებისა. ვითა კაცნი სავსენი ღირსებითა მიხვიდეთ კარსა მეფისა. თურმე თქვა ყუთლუ არსლანმა, დაეკარქაშსა დარჩეს ჩემივე ხმალი. მეფის წყალობის იმედი მაქვსო. მოთავეთა უთქვიათ, შაოსანმა დედებმა დაგვამარცხესო. ქალებმა ძალა გამოაჩინეს. უძლურად გვაქციესო.